გორში ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალ დამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნული სამსახურ კადრებს სოციალურ ქსელში ქართლის ამბები ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ ძალადობს რამდენიმე პოლიციელი ძირს მწოლიარი ადამიანზე, რომელიც სახეზე და თავზე ხელებს იფარებს. მას თან დამშვიდებისკენ მოუწოდებენ, რა დროსაც ერთი პოლიციელი თავში მუშს ურტყამს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ორი პირის დაკავების მიზეზი. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე. უწყების ფორმულირებით გამოძიება დაიწყო გორში მომხდარი პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. უწყება საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქ პუნქტით. ეს მუხლი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაკავებული ამ დრომდე არავინა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის დაწესებული სანქციების ობიექტების სია გააფართოვა. სანქციები დაუწესდა საქართველოში რეგისტრირებულ დამატებით 3 კომპანიას. ბრიტანეთის თანახმად სანქციები დაუწესდათ იმ კრიპტოკომპანიებსა და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით რუსეთი იყენებს დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლის მიზნით. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით სანქცირებულ სუბიექტებთან განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად მიმდინარეობს გამოძიება კომპანიების AI4, Arvix და Rapira გრუპის მიმართ. უწყების თანახმად არც ერთი საქმიანობის არეალი საქართველოს არ მოიცავდა. 3 ქართული კომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით მედიის შესაბამის კითხვაზე პასუხისას პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ იმიტომ მიაკვლია ბრიტანეთმა ამ კომპანიებს, რომ ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა მიაკვლიეს. ბრიტანეთის მიერ სხვა ქართული კომპანიების დასანქცირების გამო კრიტიკისგან განსხვავებით ამჯერად პაპუაშვილმა თქვა, რომ როდესაც არის სამართლიანი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები, იქ ქართული გადაწყვეტილებებიც არის ხოლმე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იქ სადაც დაემთხვევა, ის იქნება სამართლიანი, სადაც არ დაემთხვევა, ეს იქნება უსამართლო. პარლამენტთან გამართულ დემონსტრაციაზე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ალიანსის ლიდერები იწყებენ ახალ კამპანიას, რომელსაც ერქმევა საქართველო იმსახურებს უკეთეს. ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველო იმსახურებს უკეთეს. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნები და სანაგვეზე უნდა გაუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. თქვა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა გვარამია, ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის კოალიციად სრულილებებისთვის თანათავმჯდომარე. მან დემონსტრაციაზე შეკრებილ მოქალაქეებს თხოვა ოპოზიციის მიმართ საკუთარი მოთხოვნები ჩაწერონ ვიდეო მიმართვაში და სოციალური ქსელით გაავრცელონ. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა პოლიტიკოსებიც. თამარ ჩერგოლეიშვილმა ფედერალისტების ლიდერმა თქვა, რომ არასდროს ქართველი ხალხი იმედს არ უცრუებს. ამდენი რეპრესიის მიუხედავად, ამდენი შეურაცხყოფის, დამცირების მიუხედავად ხალხი ისევ დგას, საზოგადოება ისევ გაუტეხელია, მიმართა მოქალაქეებს ჩერგოლეიშვილმა. ოპოზიციის ალიანსის აქციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ გააჩერა სატვირთო, რომლითაც დემონსტრაციაზე ტექნიკა მიიტანეს, მასზე დინამიკები და გენერატორი იდო. ავტომანქანის მძღოლს მართვის მოწმობა შეუჩერეს 1 წლით და 1000 ლარი დააჯარიმეს. გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. სინამდვილეში Facebook-ის ერთი ფრენდ ლისტი არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ამასთან მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია ვასალური ქცევით. პაპუაშვილი ამბობს, რომ გუშინ რუსთაველზე კანტი-კუნტი ადამიანი ვიხილეთ, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, გუშინ გამოჩნდა, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ქვეყანაში არეულობის შეტანაზე გამუდმებული ზრუნვა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარი ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ. ვნახოთ ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია თუ რა ინტერესები აქვთ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სადაც იქნება ინტერესების დამთხოვა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ქართველი ხალხის მოსაწონად მოქმედებს და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად. თბილისის მერმა კახა კალაძემ აუდიტის სამსახურს დაავალა შეისწავლონ გასულ კვირას მეტროსადგურ ავლაბრის ფოიეში უამინდობის გამოწვიმის
ჩასვლის მიზეზი. მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაცია 28 თვიანი სამუშაოების შემდეგ 2024 წლის ნოემბერში დასრულდა. როგორც დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, ფაქტობრივად ისე წვიმდა მეტროსადგურ ავლაბარში, როგორც გარეთ. მინდა დავავალო აუდიტის სამსახურს, ასევე მოადგილეებს დავიწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით, თქვა მან. ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციისთვის 4.2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შეპესება და გრუპთან 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლის თავზე 2023 წლის ივლისში კი კონტრაქტორს ხელშეკრულება 2024 წლის 15 მარტამდე გაუგრძელეს. იმავე კომპანიამ შეასრულა მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.